დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში სტუმრებით შემოგვიერთდნენ ნატაშა ლომოური მწერალთა სახლის დირექტორი და კეთი დუმბაძე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. დღეს ვისაუბრებთ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე, რომელიც 18-დან 23 მაისის ჩათვლით მწერალთა სახლში გაიმართება და მე მიხარია რომ მწერალთა სახლმა უკვე რაღაცა კულტურული მისია აიღო თავის თავზე კულტურული ცენტრის ასე ვთქვათ. ასევე მე ვიცი რომ კაფეც გაიხსნა, სულთადა გაიხსნა გუშინ წინ. აუცილებლად გახსნა არ გაგვიკეთებია მასშტაბური, მაგრამ პომპეზური უბრალოდ შეგიძლიათ გვეწ. ხშირი სტუმარი ვიქნები აუცილებლად. განსაკუთრებით თუ გვეღირსა და გაზაფხულდა არაჩვეულებრივ ეზოში. მე პირდაპირ გაზაფხულდება ასე ვთქვათ. მოდი ვისაუბროთ პროგრამაზე. იმიტომ რომ არის ძალიან დაჭვერთული პროგრამა. ბევრ სტუმარს ველოდებით, იქნება მასტერკლასები, იქნება შეხვედრები. რა შეგვიძლია გამოვყოთ? იცი, მინდა დავიწყო იმით, რომ ეს არ არის მწერალთა სახლის ფესტივალი. უბრალოდ ორგანიზატორები და ინიციატორები ვართ ჩვენ. მთავარი დამფინანსებელი არის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ძირითადი ნაწილი ამ შეხვედრების, თქვათ, გახსნა პრესკონფერენცია და ძირითადი ღონისძიებები მწერალთა სახლში ტარდება, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ მოგვეცოთ თქვა სხვა ლიტერატურული და კულტურული დაწესებულებები, გვერთვება ამ პროგრამაში ლიტერატურის მუზეუმი, კავკასიური სახლი, გოეთეს ინსტიტუტი და ევროპის სახლი. თავისუფალი უნივერსიტეტი ვიცი რომ ეს მეორე ნაწილი კიდე ყოველთვის ფესტივალებზე არის, მესაც ყოფილა და თქვა რაღაც ხვისი გამოცდილება, რაც გაგვიზიარებია, საგანმანათლებლო ნაწილი არის ხოლმე ყოველთვის, ამიტომ დაახლოებით 4 შეხვედრა გვაქვს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან, არა, ჯავახიშვილში გვაქვს 2 თავისუფალ უნივერსიტეტში, ამერიკულ აკადემიაში და ანუ ეს ნაწილი თქვათ ასე თუ ისე მოცულია და ფესტივალის ბოლო დღე, ბარემ ეხლავე გამოვყოფ, არის სუსაბავშვო, ეს არის ქართულენოვანი სესიებია, სულ არის თქვათ ბავშვებისთვის კითხვები და 2 ვორქშოპი ანა კორწაია სამადაშვილის და ლაშა ბუღაძის როგორ წეროთ პიესა და როგორ წეროთ, ესე იგი, უბრალოდ ტექსტები და ასე შემდეგ, ანა და ლაშა, ეს უკვე უფრო მოზარდები. კი ბატონო. ფესტივალს ეწევა 25-მდე უცხოელი მწერალი და პოეტი. კი, 25-მდე უცხოელი მწერალი და პოეტი, საკმაოდ ესეთ სკრუპულოზურად შევარჩიეთ ეს ხალხი, სექტემბრიდან დავიწყეთ მუშაობა. რის მიხედვით მოხდა ამ ადამიანების შერჩევა? იცით რა, ჩვენ ყავდა კონსულტანტები, მწერლები, პოეტები, ქართველები, ვინც დადიან, ვინც ერთმანეთს რა თქმა უნდა რაღაც პირადი კონტაქტებიც არის, იმიტომ რომ თავიდან პოლოსტერსაც მივწერეთ და უმბერტო ეკოსაც, ანუ ესე ცოტა ესე მაღალი ის ქონდა, მაგრამ რატომაც არ მომავალწელს მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ყოველთვის საინტერესო ქვეყნად რჩება ჯერ კიდევ განსაკუთრებით ხელოვანებისთვის, ამიტომ ისეთი პასუხი მივიღეთ, რომ ბოდიში, მაგრამ იქნება ანუ ესეთი რაღაც კატეგორიული უარი ნამდვილად არ მიგვიღია. ხო, ისინი ხო რამდენიმე წლით ადრე გეგმავენ ესეთ. ზოგმა თქვა, რომ თქვა მიუხედავად იმისა, რომ ქართული სტანდარტებით მაინც ადრე დავიწყო, თქვა სექტემბერში, მაისის მზადება. მაინც და დავიანდა მათთვის. ზოგ შემთხვევაში მგვიანი იყო. არის, ну, ასეთი გამოკვეთილად ისეთი ცნობილი, თქვა ქართული საზოგადოებისთვის არის ბელორუსი მწერალი სვიტლანა ალექსიევიჩი, ძალიან ცნობილი. მისი წიგნი თან ახლა ითარგმნება, ჩვენი თანამშრომელი თარგმნის ჩერნობილის ლოცვა და ეს ამის წარდგინებაც მოხდება. გამომცემლობა არტანუჯი გამოსცემს ამ წიგნს ჩვენთან, თქვათ სვიტლანა, მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება მასთან შეხვედრა, იქნება ფილიპ ბესონი, ფრანგი ცნობილი მწერალი, 2 ძალიან კარგი ამერიკელი ქალი პოეტი იქნება. რა ვიცი. რა არის ფესტივალის მთავარი მიზანი, ანუ რა შეუწყობს ხელს? იცით რა, ფესტივალის მთავარი მიზანი ისე როგორც სხვა ესეთი სახელოვნებო ტიპის ფორუმების, ხო, მიზნები არის, რომ აქ ჩამოიტანონ რაღაც ესეთი ახალი სიტყვა, აქ შეხვდნენ ჩვენ პუბლიკას, მწერლებს, პოეტებს და ეს რაღაცა გასაგებია. ჩემმა შვილმა თქვა ძალიან ზუსტი რამე ამ ფესტივალთან დაკავშირებით, ხო, ჯაზ ფესტივალი. ჩემმა შვილმა თქვა just
ფესტივალი. Just ფესტივალი. ჩვენ საერთოდ უნდა ვიქცეთ ფესტივალების ქვეყანად. ჩვენი მთავარი იცი რა, ასეთი მასშტაბის ლიტერატურული ფესტივალი ჩვენთან ხო ჯერ არ ყოფილა. ეს არის პირველი შეიძლება ითქვას და მიზანი არის რომ გახდეს ყოველწლიური, ხომ რაღაცა თავისი სახე მიიღოს და იმიჯი დაიმკვიდროს ასე ვთქვათ. გარდა ამისა, ყოველწლიური ლიტერატურული პრემია დაწესდება, ხო? ხო, ეს ინიციატივაც კულტურის სამინისტროდან მოდის და მწერალთა სახლი განახორციელებს ამას, ეს იქნება ყოველწლიური ლიტერატურული პრემია და ყველა კონკურსი მოგეხსენებათ ძალიან ხელს უწყობს ლიტერატურულ პროცესს და ამიტომ რაც შეიძლება მეტი წიგნი დაიწერება. ეს არის ნიჭიერი იქნება კარგი საინტერესო ამას ჟიური გადაწყვეტს და ყოველ წლის ბოლოს დეკემბერში ანუ ჩვენ იმ წლის წიგს დავაჯილდოვებთ არა გასული წლის არამედ იმ წელს ანუ 2015 წელი ბატონო იქნება ესეთი რამე მოხდეს დაუშვათ პრობლემა არის ხოლმე დაბეჭდა ხო საერთოდ ავტორებისთვის გამოცემა და ამ ეს გამომცემლებისთვისაც არის ერთი ნომინაცია გამომცემლებს და დაუშვათ არა მხოლოდ წიგნები იყოს ნომინაციაში არამედ არსებული გამზადებული პროექტი წიგნისთვის, რომელიც პრიზიც იქნება რომ დაუბეჭდავენ. ისეთ რამეს შეიძლება დავამატოთ. შეიძლება. კარგი იდეა. აი, ჩვენი საერთოდ იდეა კი, დღეს საერთოდ არა მხოლოდ დღეს ელენე. არა მხოლოდ დღეს. 18-დან 23 მაისის ჩათვლით დასწრება როგორ მოხდება? დასწრება არის თავისუფალი, სხვათა შორის ეს ჩვენთან ხდება ესე, ნუ გათვალისწინებით თქვათ, იმის გათვალისწინებით რა მდგომარეობა, თორე ისე მესაწყობილო არ ყველგან აი ხა ოქსფორდში ვიყავი და 12 ფუნტი ღირდა ერთი შესვლა 12 ფუნტიდან იწყებოდა. საერთოდ ყოველთვის არის ფასიანი, მაგრამ ჩვენთან ისე როგორც ყველა ღონისძიება მწერალთა სახლში არის თავისუფალი ეს ფესტივალიც იქნება. ესე იგი ეს პერიოდი უნდა დადგეს, იცი, როდესაც ბილეთი გაიყიდება. თუ გინდა რომ პროცესი გააცოცხლოს და მოიზიდო დღეს ესე უნდა მოვიქცეთ. ხო, სხვა ეხლა ამიტომზე საერთოდ სხვანაირად ხვალიდან გაიკრება აფიშები ქალაქში, ნუ ძირითადად თქვათ ტელევიზიები და რადიოები და რაღაც გვეხმარებიან საკმაოდ ისეთი კარგი მედია პარტნიორები გვყავს, Facebook-ის გვერდია გვაქვს ძალიან აქტიური, ცალკე თბილისის საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალის, მწერალთა სახლის Facebook გვერდი, მწერალთა სახლის ვებ გვერდი. ასევე ყველანაირად ჩვენ ტელევიზია რაღაცა ბანერები გაიკრება მაქსიმალურად რაც შეიძლებოდა გაკეთებოდა ის პარტნიორები ვინც არიან ჩვენი და სპონსორები თქვათ ეს არის უნდა აღვნიშნო აუცილებლად ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი და იტალიის საელჩო და ყველაზე დიდი დამხმარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აი ესენიც რაც თქმა უნდა თავის მხრივ თვითონაც ავრცელებენ ამ ინფორმაციას. მრავალმხრივი რომ არის ეს ფესტივალი და არა მარტო ლიტერატურას მოიცავს, ამაში დაგარწმუნებთ ჩვენი სიუჟეტით, რომელიც მოამზადა ჩვენმა ჟურნალისტმა. ნინო სურგულაძის ულამაზესი კოსტიუმების გამოფენა იქნება ფესტივალის ფარგლებში. მოიცა ხო ნახოთ სიუჟეტი, შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მის ცხოვრებაში ყველაფერი მოულოდნელად ხდება. ასე მოულოდნელად გახდა კინოოპერატორობაზე მეუცნებე ნინო სურგულაძე სამხატვრო აკადემიის სტუდენტი. მაშინ ვერც წარმოედგინა, რომ ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორის, ლევან წულაძის საყვარელი მხატვარი გახდებოდა და მისივე 20-ზე მეტი სპექტაკლისთვის შექმნიდა სახასიათო კოსტუმს. აივანზე არის ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი. იმიტომ რომ იქ არის სივრცე, ხედი და თვალი ისვენებს. გოგი მესხიშვილისა და პეტრე ოცხელის შემოქმედებით ინსპირირებული ნინო თეატრის მხატვრობის შესასწავლად ამერიკაში მიდის. ნიუ-იორკის თეატრის სკოლა პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტს ლექციებზე უფასო დასწრების უფლებას აძლევს. რაც კი თეატრზე ვიცი, პრინციპში აი იქ ვისწავლე. სულ ძალიან თანამედროვე ტექნოლოგიებით ასწავლიდნენ სტუდენტებს მუშაობას. საქართველოში დაბრუნებული მხატვრის ცხოვრება მოულოდნელად სატელეფონო ზარმა შეცვალა. 2004 წელს მას ლევან წულაძემ რუსთაველის სარდაფის მხატვრობა შესთავაზა. შემდეგ იყო სპექტაკლი ფიგაროს ქორწინება, რომლის პრემიერაც რუსთაველის თეატრში შედგა. მარჯანიშვილის თეატრისთვის დადგმული დეკამერონი, ჰამლეტი, რომეო და ჯულიეტა, ჟოლო, უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი როგორც გენებოთ. ეს არის ჩემი ესკიზი სპექტაკლიდან როგორც გენებოთ, რომელიც გლობუსის თეატრში
გლობუსის თეატრისთვის დაიდგა და ძალიან მიყვარს ეს ესკიზი. პირველი ესკიზია, რომელიც აი ესე გავაკეთე, რომ აი მთელი კოსტიუმების და პერსონაჟების საერთო ატმოსფერო რო გამოჩენილიყო, ანუ არიან ყველანი ერთად. და აი ახლა რასაც მუშაობდი, ის სპექტაკლი არის დარისპარის გასაჭირი და იქაც ზუსტად იგივე ესკიზ პრინციპით გავაკეთე ესკიზი, რომ არის ყველა ერთად, რომ საერთო სიტუაცია, ატმოსფერო გამოჩნდეს. სანამ კოსტიუმების ესკიზებს შექმნის, პიესაში აღწერილ ეპოქას დეტალურად ეცნობა. თავს კომფორტულად გრძნობს, როცა მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელ კოსტიუმებს ქმნის. ძალიან მიყვარს აი თვითონ as you like it ის ამ ესკიზების ესეთი სტილი საერთოდ რაღაც ჩეხოვის პერიოდის თითქოს ეს რაღაც ბუნებრივი ნაჭრები და ფერებიც ის რბილი ეს არის ის სახელოსნო, სადაც ესკიზები მერე გეცდება უკვე კაბებად და იმათ, რასაც მაყურებელი ხედავს, მაგრამ ამის მიღმა ეს დიდი წვალებაა და ძალიან დიდი შრომა არის, თუმცა ძალიან ხშირად ეს არ ჩანს, განსაკუთრებით დიდ სცენაზე. აი კეთი და კეთი არიან ამის შემქმნელები, რასაც მე დავხატე, მერე კეთი და კეთი აკეთებენ იმას უკვე მოყავთ ცხოვრებაში. შემოქმედებაში მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს. დოსტოევსკის ეშმაკნის მიხედვით შექმნილი მისი ნამუშევრები ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში გამოიფინება. აი მე ძალიან მიყვარს ეს კოსტიუმი, ხა კარგად არ ჩანს. დასამთავრებელია ჯერ კიდევ მუშაობთ ამაზე. აი ეს კოსტიუმი ძალიან მიყვარს. რომანტიული საქორწინო კოსტიუმი არის. ამბობს, რომ ცხოვრება მოულოდნელი საჩუქრებით ანებიურებს. მისი კიდევ ერთი ოცნება ივნისში ახდება. ეხლა ზუსტად აი ვამთავრებთ საგამოფენო კოსტიუმებზე მუშაობას და მე და კეთი აი ვწვალობთ, რომ დავამსგავსოთ ახალი კოსტიუმი, რაც უნდა წარვადგინოთ პრაღაში, ის თავის ორიგინალ ვერსიას, რომ ზუსტად ისეთი ვიყოს, თუმცა ცოტა ახალი. კოსტიუმი, რომელიც დეკამერონისთვის შექმნა, თეატრის მხატვრებისთვის უდიდეს კულტურულ ღონისძიებაზე, პრაღის გვარდენიალეზე 18-დან 28 ივნისის ჩათვლით გამოიფინება. მოკლედ 18-დან 23 მაისამდე აუცილებლად უნდა მოვნიშნოთ ჩვენთვის საინტერესო ღონისძიება კალენდარში და შემდეგ აუცილებლად დავასწროთ. მინდოს გამოფენა იხსნება 16-ში, ანუ ფესტივალს ცოტა უსწრებს, მაგრამ ფესტივალის ფარგლებში კი, ფესტივალის ბოლომდე დარჩება, რახან ლიტერატურული თემა იყო ეს დოსტოევსკის თემა, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ასე ხო. ასევე პატარა ნიუსი არის 14 აპრილიდან დაიწყო ახალი ლიტერატურულ საგანმანათლებლო პროექტი ცოცხალი წიგნები. შეგიძლიათ რომ ორი სიტყვით თქვენ მოგზაუროთ? რა თქმა უნდა, შემიძლია, იმიტომ რომ იდეაც ჩემი იყო და რაღაც ხელმძღვანელობ ამ პროექტს. ეს არის მე ხა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ სამი რეგიონი მოვიარეთ და მე ჩემი თვალით ვნახე, როგორ უხარია ხალხს ცოცხალი მწერლების დანახვა. რატო გაჩნდა ეს იდეა და სათაური, იმიტომ რომ დათო, შენ ყველაზე უფრო კარგად მოგეხსენება, როგორ გაჩნდა რაღაც სიცარიელე მწერალსა და მკითხველს შორის. თქვენ გადაცემას არ ეხება ეს, მაგრამ მასმედიაც რა თქმა უნდა სწოდავს და მათ შორის მეც როცა საინფორმაციო ხელმძღვანელი ვიყავი, სადღაც ამინდის და სპორტის მერე წუთნახევარი თუ დაეთმობოდა კულტურის თემას, დიდი მიღწევა იყო ისიც კვირაში რამდენჯერ. უნდა დომინირებდეს კულტურა. ამიტომ ეს მწერლების ცნობადობა არის ძალიან დაბალი. მარტო ვიზუალურად კი არა, ფეისებს რო ეძახით ჩვენ. ანუ საქართველოში არიციან მათი ძალიან ნიჭიერი და კარგი შემოქმედება. პოლიტიკოსები არიან ვარსკვლავები. არიცნობენ. მაგაშია საქმე. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ადამიანები თავის ფეხით ცოცხალ წიგნებად მივიდნენ ადამიანებთან, კითხველებთან და უკითხავენ თავიანთ ლექსებს, პროზას, დოკუმენტურ პროზას, ფანტასტიკას. რასაც სხვადასხვა მამა აკეთებდა ხოლმე. ჩემი ბავშვები, რა თქმა უნდა, ესენი დადიოდნენ. მე მახსოვს მამა როგორ მოდიოდა და საღამოობით და პალტოს, პიჯაკი, შარლის ჯიბებიდან ესე წერილებს ამოალაგებდა ხოლმე. ჯერ ერთი როგორ იცოდა ხალხმა მწერლების შემოქმედება და
თქვენ არიცით როგორი სიხარული მოაქვს და როგორი ტაშის გრილი და გულისცემა ისმის ხანდახან, აი გეფიცებით რა. მონატრებულია ხალხი და თვითონ მწერლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაყურ მკითხველი რო ტაშს დაგიკრავს, მკითხველი რო გისმენს, ჩართულია ეს ტელეფონები, იღებენ პოეტების ლექსებს, მერე ეს იდება Facebook-ზე. იცი როცა გონია მწერალს, რომ არავის არ ჭირდება. არიცის ვისთვის წერს, ვისთვის ქმნის. და უცებ აი ესეთი საზოგადოება ხდება, რომელიც მას ტაჩსაც უკრავს. ეხვეწება რომ კიდე ჩამოდი, ამას ყველაფერს ვიდეოზე იღებს და თქვენ არიცით არა გიორგი არაბულისთან დაკავშირებით რა ხდებოდა. ერთი მისი სიმღერა ლექსი ვიღაცამ დაწერა სიმღერა ლექსზე და თურმე მთელი ახალგაზრდობა, იმიტომ რომ YouTube-ზე დევს. ისმენს და როგორც კი გიორგი იწყებდა ლექსის კითხვას, მთელი დარბაზი აყოლებდა ხმას. და თვითონ იყო გაოგნებული, იმიტომ რომ არც იცოდა რომ მას ასე კარგად იცნობენ რეგიონებში. ეს ძალიან კარგი წამოწყებაა და მე მგონია რომ ეს პირველია ამ სახით ამდენი წლების მერე პლუს როგორც ნატაშამ ძალიან ვცდილობთ რომ ეს სიცარიალი ამოვავსოთ. ესენი დადიან სხვადასხვა რეგიონებსა და სოფლებში, ხო? 75 მწერალი. წლის განმავლობაში კაციანი ჯგუფი ყოველ კვირას გადიან სხვადასხვა რეგიონებში. 15 ოქტომბრამდე გასტანსეს მთელ საქართველოს, ნუ ახლა პირობითად რა თქმა უნდა ყველა სოფელში ჯერ ვერ შევალთ, მაგრამ როდესაც ჩვენმა მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მხარი დაუჭირა ამ პროექტს და მითხრა რომ გააკეთე აუცილებლად, ანუ დაინახა რა შეიძლება ამას ყველაფერს მოყვეს და ეხა როცა უკვე ხედავს შედეგს, იმ დღეს პრესკონფერენციაზე პირდაპირ მწერლების თანდასწრებით თქვა რომ ეს პროექტი აუცილებლად გაგრძელდება მომავალ წელსაც და თუ წელს 75-მა მიიღო მონაწილეობა დანარჩენი მწერლები, რომლებიც ეხლა ამ წუთას არ არიან პროექტში, მაგრამ მეგობარ, იცით როგორა გვაქვს, ვისაც სურს მეგობარი მწერალი ქვია, მას ესეთი სტატუსი ენიჭება და ის მოყვება ჯგუფს. იცით რატო? იმიტომ რომ ეს 75 მწერალი გარდა იმისა, რომ აი ესეთ არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს, ხელფასს იღებს ამაში, შრომობს. ის ერთი კვირით გადის რეგიონიდან, შრომობს და ამაში იღებს ანასაუბრს. უკვე კარგი რომ 75 მე როგორც ვიცი, ისინი ჩანაწერებსაც აკეთებენ, ხო და შემდგომ გამოიცემა მწერლის ჩვენ ახლა ლიტერატურულ გაზეთში მირაკლი ჯავახაძეს გვინდა ვთხოვოთ, რომ მოგცეს ერთი რუბრიკა პატარა, სადაც დაიწყებენ ეს მწერლები დღიურების წერას და გამოქვეყნებას, ჩანაწერების, სად რომელ რეგიონში რა შეხვედრები და რა შტაბეჭდილებები იყო, იქ პრობლემებიც არის, რა თქმა უნდა. ბიბლიოთეკებს პრობლემები აქვს, სკოლებს, ბავშვებს გემოვნების პრობლემაც დგას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რაღაც ლექსი ჩაწეროს თავისი, თვლიდეს რომ ეს გენიალურია, დაიდოს YouTube-ზე და მერე უსმენენ ახალგაზრდები და ჭეშმარიტ ლიტერატურასა და იმას შორის ცოტა ჭირს. ეს არის აბსოლუტური ამ დონესაც ამოწევს, მე მგონი ეს ცოცხალი წიგნები. და წლის ბოლოს ჩვენ ვაპირებთ რომ მერე ეს დღიურები შეიკრიბოს და ერთ წიგნად გამოვიდეს. სამედიაში ძალიან კარგი რომ ეს ის რაზეც არც ფიქრობთ ახლა ისეთ რაღაცა კვირტებს გამოისხავს და ისეთი განშტოებები ექნება. იმიტომ რომ აი ეს ქალაქები, სადაც აი მაგალითად ხაშურში მოხდა ესეთი რამ, რომ სრულიად შემთხვევით შეხვედრაზე იყო ბიჭი, რომელიც სტუმრად იყო ბაკურიანიდან. და რომ გაიგო რომ ჩვენ ბაკურიანში წელს არ მივდივართ, იმიტომ რომ ესე დაგვიგეგმა მუნიციპალიტეტმა ლიკანი, ბორჯომი და ბაკურიანი არა. ისე ეწყინა. როგორ ჩვენთან რატო არ მოდიხართო? მერე დამიკავშირდა. მალე იქნება ბაკურიანი ეს ხომ არ არის. რა თქმა არასოდეს. ანუ დაგეგმვის დროსაც ბევრი რაღაცა მომავალ წელს უკვე ახალი მნიშვნელოვანია საერთოდ რეგიონებში ამის ჩატანა, რომ ისინი არ არიან განებივრებული არც კონცერტებით, არც წერილობით ჩასულით. იქაც სიცარიელე და წყვეტა. სასიხარულო არის, ანუ მწერლები თვითონ ყურადღებას ანიჭებენ, მე მგონი, ანუ ეძებენ ადგილობრივ ნიჭიერ მწერლებს, რა თქმა უნდა. ამ მოწოდებას ჩვენ ვაკეთებთ, იქ გვხვდებიან ჩვენ ადგილობრივი მწერლები და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი პირველ შეხვედრებზე ცოტა მორიდებით იყვნენ, ეცი ადამიანს იმ წუთში ატყობ, რომ ის წერს თუ არა. კითხვას რომ დასვავს, იქ უკვე გასაგებია, რომ რაღაცას და
მე აი ესე დარბაზიდან ნელ-ნელა ამოვკაჩავთ ხოლმე და იმ დღეს კადეტებმა წაგვიკითხეს ლექსები. ქუთაისში დაყვნენ კადეტები და გამოვიდნენ სცენაზე და უცბად რომ აბსოლუტურად ჯარისკაცები რო ხე, ხო იცი როგორ სხედან თან. და უცებ ამოვიდა სცენაზე და ერთმა მუხრანის ლექსები წაგვიკითხა. რა მნიშვნელობა აქვს? ცოცხალი წიგნია. მუხრანიც ცოცხალია და ყველა ცოცხალია. იხსენებენ ძველებს. ყველა პოეტი ცოცხალია, ყველა მწერალი მე იცით რა ხდება კიდე გარდა მაგისა, რომ თავიანთ შემოქმედებას წარადგენენ ეს მწერლები. საუბარში ისინი თავიანთ კოლეგა მწერლებზეც საუბრობენ. იმ დღეს მაგალითად ბექა ქურხულმა საუბარმა მოიტანა და გიგის ულაკაური გაიხსენა. მე ამას მოყვა ის რომ მან გიგის ლექსები წაიკითხა რამდენიმე. მე დაინტერესდება მსმენელი ისე გიგის უცებ გაუჩნდა. მან იცოდა რომ არჩილი არ იცოდა გიგი. ცოცხალი ორგანიზმია მოგეცე. აი ესე იქსაქსება და რაღაცა ეს გადაიხლართება ეს ყველაფერი ერთმანეთში სასიკეთოდ. მშვენიერია. ნატაშა, ხო ჩვენ გაინტერესებს ასევე მწერალთა სახლის გეგმები. ანუ ნელ-ნელა მე მგონი მართლა მიდიხართ იქითკენ რომ რაღაც ლიტერატურული ფუნქცია შეიძინოს და ძალიან ბევრი კულტურული მოვლენის ეპიცენტრი გახდეს. გეგმები ხო, მე ვფიქრობ რომ უკვე შეგვიძლია რაღაც ვთქვათ, არის კიდევაც დაიმკვიდრა ადგილი, ისეთი არა მარტო ლიტერატურული, არამედ ისეთი საკმაოდ სალონის სახელი კულტურული ცენტრის მუსიკალური ივენთების სტარდება. კი, ხანი აი ხა გამოფენა ქონდა რამდენიმე ერთი მეორეზე კარგი თამარ კვესიტაძის, მე 2 ფრანკი ფოტოგრაფი ძალიან კარგი თბილისის ფოტოფესტივალის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენთან ტარდება. ნუ ლიტერატურაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობთ, რომ ყოველ დღე არის ხან წიგნის წარდგინებები, ხან ლექციები, საუბრები, დებატები, ასე შემდეგ. კაფე დაგვემატა, რაც კარგია. გეგმები გვაქვს. მე ამ სტუდიაში მე მგონი მესამე ჯერ საუბრობ გეგმებზე, რომელიც საკმაოდ ნელა მიდის რაღაცა ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც კი დაემატება ამას, ხო, ამით სასწაული შენობაა თავის იმ ფანტასტიკური თავისი წარსული და აი რეზიდენციები ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უფრო დროგა მით უმეტეს აი ამ ფესტივალი თუ ის იმ შემთხვევაში თუ ფესტივალი და იმედია გახდება ყოველწლიური ეს საავტორო თუ კი არა სამწერლო რეზიდენციები ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე ფრანკფურტისთვის მზადების პერიოდში ხო 2018 წლის უკვე სულ უფრო ხშირად ჩამოდიან თქვა თარგმნელები, ჩვენთან არის ძალიან ბევრი ვორქშოპი ეწყობა. ხო, იმ გარემოში ცხოვრება მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. შემოქმედებით და ნუ შემდეგ აი დათომ რა თქვა ეს ისტორია ამ შენობის ხო და ჩვენ იცით თქვენ რომ ვაპირებთ 2 მუზეუმის გაკეთებას იმ შენობაში. ეს არის რეპრესირებული მწერლების თემაზე, მუდმივი მოქმედი ექსპოზიცია, ასე ვთქვათ, უნდა იყოს სარაჯიშვილის მუზეუმი, რომელიც არ შეიძლება აი უღმართობაა, რომ სამართლობაა, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს ერთი ოთახი. მაინც კი დავით სარაჯიშვილის მემორიალური. ჩვენ გვაქვს კიდე ერთი იდეა, რომელიც ჯერ ამ წელს არ გამოვიდა და მე ვფიქრობ რომ მაინც გამოგვივა. ეს არის სარაჯიშვილის პრემია მეცენატებისთვის. ის ვინც კულტურაში ჩადოსულს. და თუ ამ პრემიას მე ვამბობ რომ თუ ამ პრემიას ვინმე იმ წელს არ მიიღებს, სირცხვილი ბიზნესმენს. აბსოლუტურად გეთახმებით. ძალიან კაი წამოწყება. შემდეგ წელს მიიღებს მონაწილეობას. მესი მადლობა მოგწონებისთვის. ფანტასტიკური. ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა. ძალიან მიყვარხარდა და აუცილებლად გამოვა. ძალიან მიხარდა ჩვენი ეთერის სტუმრები იყავით. ჩვენც გვიხარით. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ კიდევ ხშირად იქნებით დარწმუნებული ვარ ჩვენი სტუმარი სიახლეებით, რომელიც ჩვენი მაყურებლისთვის სიახლე იქნება და საქართველოსთვის მით უმეტეს მოიტანს ძალიან დიდ სიკეთეს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. დაბრუნდებით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ უკვე დაბადების დღე გვექნება. ორი დიდი შემოქმედი ადამიანის დაბადების დღე არის და დავბრუნდებით ცოტა ხანში.